თქვენ უსმენთ სათემო რადიოს. ეს არის სივრცე, სადაც ვსაუბრობთ კულტურაზე, ხელოვნებაზე, სოციალურ და ჯანდაცვის გამოწვევებზე, ქალთა საკითხებზე, ეკონომიკასა და პოლიტიკაზე, ახალგაზრდულ ინიციატივებსა და სპორტზე. აქ ისმის დევნილ დახმა და მათი ისტორიები. ჩვენ ვსჯელობთ თქვენს ყოველდღიურობაზე, გიზიარებთ სიახლეებსა და პრობლემებს, ეძებთ გზებს უკეთესი მომავლისთვის. სათემო რადიო, ხმა, რომელიც თქვენ გეკუთვნით. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენო მსმენელებო, ჩვენო მაყურებლებო, უკვე მერამდენე გადაცემა ჩვენ მაუწყებლობთ. ჩვენი სათემო რადიოს ხმა ამჯერადაც თეატრიდან გაისმის. ჩვენ ახლა ვართ ხონის იპოლიტე ხვიჩიას სახელობის კულტურის ცენტრში, რომლის ხელმძღვანელია დირექტორი ქალბატონი მინერი ონიანი. ქალბატონი მინერი არის ადამიანი, რომელიც არა მარტო თეატრს ხელმძღვანელობს ამ შენობაში, უამრავ კარგ რაღაცას აკეთებთ, უამრავ სასიკეთო საქმეს აკეთებთ და დღეს თუკი ჩვენ ვსაუბრობთ ზოგადად ხონის კულტურაზე, თუკი ვსაუბრობთ ზოგადად ხონის ხელოვნებაზე, ხონში განვითარებულ ახალგაზრდების დამაგრებაზე, რომ არ გაიქცენ ადამიანები მუნიციპალიტეტიდან დაიწყონ პირიქით, უფრო სასარგებლო აღმოჩნდნენ. ჩვენ გვერდით ეს არის მეტწილად რა თქმა უნდა თქვენი დამსახურება და ამ შენობის დამსახურება და ასე რომ გამოვედით სტუდიიდან და პირადად გესტუმრეთ აქ ქალბატონო მინერი. უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით კიდევ ერთხელ და გვინდა თქვენთან ჩავწეროთ ინტერვიუ და მოგვიყვეთ რამდენიმე საინტერესო რაღაცა. პირველ რიგში, ვიდრე თქვენს პიროვნებაზე ვისაუბრებდეთ, თქვენს ოჯახზე, ისეთ პირად საკითხებზეც, გვინდა რომ გითხრათ რას აკეთებს ეს შენობა ხონში. ვიცი რომ ბევრ რამეს აკეთებს, მაგრამ მოგვიყვეთ. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ გვეწვიეთ და ჩვენი ცენტრი გამოარჩიეთ და ინტერვიუ სახება გადაწყვეტეთ ჩვენთან ცენტრის საკითხებზე. მომთხოვთ რომ ძალიან ბევრ რაიმეს აკეთებს. აქ არის თეატრი 1, თეატრი 2, ბავშვთანებების თეატრი, თოჯინების თეატრი, ლიტერატურული თეატრი. აქ არის 135 წლის საქართველოში ერთადერთი სახალხო სასულე ორკესტრი. აქ არის ფოლკლორული ანსამბლი, აქ არის იუმორისტული ჯგუფი იპოლიტელები და ბევრი რა ყველა ჩამოთვლა ალბათ ძალიან დიდ დროს წაიღებს. ამიტომ დაახლოებით ძირითად საკითხებზე ჯობია ვისაუბროთ. როგორც ვიცი, თეატრი ემზადება 160 წლის იუბილეზე. ეს ძალიან დიდი თარიღია ნამდვილად, პატარა არ არის, იმიტომ რომ 160 წლის იუბილე ნიშნავს იმას, რომ თავადაა ქართული თეატრი ლამის 160 წლის, რომ ხონში თეატრალური კულტურა და ქართული თეატრი თითქმის ერთდროულად დაიბადა. ვინ იდგენ ამ თეატრის სათავეებთან, ვინ იყვნენ ეს ყვინჩიების ეს წარმოდგენილი დიდი ოჯახი, თავისი იპოლიტეთი რა თქმა უნდა, რომელიც აქედან დაიწყო იპოლიტემ და ბევრმა აქედან დაიწყო, რომ აი ამ წარსულზეც რო გითხრათ, რა არის ეს 160 წლის ისტორია. 160 წლის ისტორია რომ დავიწყოთ, ალბათ დღევანდელი დღე არ გვეყოფა, მაგრამ რადგან თქვენ იპოლიტე ხვიჩია ახსენეთ, ამიტომ მოდი აქედან დავიწყოთ. იპოლიტე მთელი ხვიჩიების ოჯახი, უბრალოდ ხვიჩიების კი ბატონო. ჩვენ აქვე უთხრათ მსმენელებს, რომ ხვინჩიები არიან ესენი სინამდვილეში, იპოლიტე ხვინჩია იყო. კი, მისი ოჯახიდან. მისი ძმა ალექსანდრე ხვინჩია იყო საუკეთესო რეჟისორი. და ძალიან ბევრი სპექტაკლი აქვს დადგმული და სხვათა შორის სწორედ ალექსანდრე ხვინჩიას მიერ დადგმულ სპექტაკლში პოლიკარპე კაკაბაძის ყვარყვარე თუთამელი. პირველი როლი ითამაშა იპოლიტე ხვიჩიამ და სწორედ აქედან დაიწყო უკვე მისი როგორც მსახიობის გზა. და სხვათა შორის ძალიან ბევრი სპექტაკლები აქვს დადგმული, აქ თვითონ საშა ყვინჩი აქ დარჩა და ხელი შეუწყო ძმას იპოლიტეს, რომ ეს სამსახიობო კარიერა გაიგრძელებინა. აქ იყო მისი მეუღლე და ყველანი, ეს იყო რაღაც სავანე ყვინჩიებისა, საუკეთესო როლი და იმ პერიოდში იყო თეატრი მართლა ძალიან ამაღლებულ პერიოდში და ძალიან საინტერესო და აი ბევრი სმითქმელი და ბევრი რამ გააკეთა იმ პერიოდში თეატრმა და ეს დამსახურება ყვინჩიების.
ამ თეატრისადმი ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას ქვეყანა ვალშია, იმიტომ რომ ბევრი დიდი მამულიშვილს გაუვლია ნამდვილად ამ სცენაზე. ჯერ წულუკიძეებით დავიწყოთ, მერე იყო თვითონ პოლიკარპე კაკაბაძეც უთამაშია. პოლიკარპე და სხვათა შორის განმარტო პოლიკარპე კაკაბაძე, დავით კაკაბაძეს. როგორც მხატვარი, თეატრალური მხატვარი, პირველად ხოლშია გაკეთებული სპექტაკლი აქვს დახანებული სცენოგრაფია. როგორც მხატვარი, სცენის მხატვარი. სწორედ აქ აიდგა პირველად დავით კაკაბაძე არის უდიდესი მხატვარი, ძალიან მაგარია. შემდეგ ალბათ არ შეიძლება ხონის თეატრი არ იყოს ძალიან ღირსეულად წარმოჩინებული, იმიტომ რომ ისეთ ნაკვალებზე გავართ, ისეთი ადამიანების ნაკვალებზე დავდივართ, უბრალოდ ცხოვრება არ შეიძლება. როცა შემოხვალ უბრალოდ ბიუსტი დგას, პინჩიასი, კაკაბაძის, უბრალოდ როცა შემოდიხარ, უკვე შემოდიხარ იმისთვის, რომ შენ რაღაც უნდა აკეთო აქ. სხვანაირად არ შეიძლება. სხვანაირად უფლება არ აქვს შემოხვიდე. თავდამინერი მე თავმაც შემიძლია უთხრა მსმენელებს და ჩვენ მაყურებელს, რომ ამ ისტორიას ღირსეულად აგზელებთ ნამდვილად. ეს პირდაპირ უნდა გითხრათ, იმიტომ რომ იმდენი რაიმეზე მარტო მე როგორც ჟურნალისტი მიწევს აქ ჩამოსვლა, იმდენ პრემიერაზე, იმდენ იუბილეზე, იმდენ კარგ საქმეზე. მოდი ახლა თანამედროვეობაზეც ვილაპარაკოთ. თეატრი მარტო წარსულით არ ამაყობს. თქვენ შემთხვევაში, რა ვიცი, ალბათ წელიწადში რამდენიმე სპექტაკლი გამთ ახლა ბოლო 2-3 წელიწადში იმდენი სპექტაკლი გააკეთეთ, წარმატებაც ბევრი იყო თეატრალურ ფესტივალებზე. ამაზეც გითხარით, რა დაიდგა ბოლო წლებში და ვის უმარდით ამ ყველაფერს? ბოლო წლებში ბატონი ალბათ ბედნიერება გვეღისა, რომ გოჩა კაპანაძემ გამონახა დრო იმისათვის, რომ ჩამოსულიყო ხონში და თეატრში დაიდგა სპექტაკლი. ეს იყო აზნაურების სხვადასხვა გრან-პრიც ავიღეთ იმერეთის საერთაშორისო ფესტივალზე. შემდეგ უკვე კინოსპექტაკლი უფრო დოკუმენტური სპექტაკლი იყო, გაიღიმე ჩიტი გამოფრინდება. ძალიან საინტერესოდ წარმოადგინეთ ხონის თეატრი. კი ბატონო, ესწრებული. ეხლა რაც შეეხება 160 წლის იუბილე. ამას უკვე დავიწყეთ, სხვათა შორის დღეს დავიწყეთ ამ სპექტაკლზე მუშაობა. დღეს განაწილდა როლები, დღეს მოხდა პირველი წაკითხვა სპექტაკლის. ალბათ როდის აპირებთ თამაშს? ფიქრობ, რომ ოქტომბრის ბოლოს უკვე მზად უნდა იყოს. თქვენ იცით, ახლა იუბილეს გაკეთება მithumedes 160 წელი, თუნდაც გრანდიოზულად გვინდა ისე, როგორც ეკადრება ხონის თეატრს. საერთოდ ხონს, საერთოდ ხონელებს, ხონი ხო ეს კულტურის, განათლების კერა იყო ახლა. საოცრად ბევრი რამე შეიძლება ვილაპარაკოთ ხონზე და ეს თქვენ ძალიან კარგად იცით და ამიტომ არ შეიძლება ხონში 160 წლის იუბილე გაკეთდეს და არ იყოს იმ დონის, იმ სიმაღლეებზე, რომელსაც იმსახურებს. გასაგებია ეს დღევანდელი საქმიანობა, მაგრამ მინდა რომ უფრო ახლოს გავაცნოთ თქვენი თავი მაყურებელს. თქვენ არ ახართ ხონელი. ახლა ხონელი ხართ, ამდენი წელია ხონში ხართ და ვერ შეგეჯიბრებათ ვერც ხონის სიყვარულში და საქმის კეთებაში მithumedes ხონზე ბევრი ხო დავადებული ხონი, მაგრამ ქუთაისელი ხართ როგორც ვიცი ხო? აი როგორ მოხვდით აქ ეცეც, როგორ მოხვდით ხონის თეატრამდე? იცით რა, ჯერ ერთი ბედნიერება ქუთაისში დაიბადო, ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობდით. ოჯახი თქვენი. ვინ იყო თქვენი ოჯახი, ვინ იყავით? შორის შალვა მონიანი. ერთ-ერთი ცნობილი კოლორიტი ადამიანები, ინტელიგენტები, ძალიან სერიოზული ხალხი და სხვათა შორის რითაც ბედნიერი ვარ. დაიბადე მრავალშვილიან ოჯახში. 6 დედმამიშვილი. რა მაგარია. მართლა უფრო სწორად ვიყავით. და აი არ შეიძლება ამ ოჯახში დედა პედაგოგი, ძველი გიმნაზიის პედაგოგი. ალბათ არ შეიძლებოდა თეატრში პრემიერა. ეს არ იყო მოდა. ეს იყო აუცილებელი მოთხოვნა, რომ ყველა პრემიერაზე თეატრში უნდა წასულიყავით. არ შეიძლებოდა ახალი კინო გამოსულიყო და კინოში აღარ. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევები, რომ ორი სეანსი გვინახავს ხოლმე დედასთან ერთად. ეს ყველაფერი დედამ ჩადო ჩვენთვის, ანუ თეატრის სიყვარული, ხელოვნების სიყვარული, თორემ მე თვითონ პროფესიით არა ვარ არც მსახიობი, არც მუსიკოსი, რაღაცა პირდაპირი გზით არა ვარ ხელოვანი.
რა პროფესია გაქვთ? პედაგოგიური მაქვს განათლება და თავდაპირველად საბიბლიოთეკო განათლება. შორს ნამდვილად არა. საბიბლიოთეკო განათლება და როცა ხონში ჩამოვედი, სწორედ ჩემი გზა პირველი იყო ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკაში შევიდა. ბევრი წლები მუშაობდი რიგითიდან დაწყებული, შემდეგ გაერთიანების დირექტორი, ალბათ ძალიან ბევრი რამ მივიღე, ვისწავლე სხვათა შორის მინდა ვთქვა გულწრფელა. 50 წელიწადია ვცხოვრობ ხოლში. და ალბათ ყველაზე მეტი ხონელი ვარ. ხონელია ჩემი შვილი, ხონელები არიან ჩემი შვილიშვილები, მით უმეტეს აქ არ ცხოვრობენ, თუ ცხოვრობენ, მაგრამ საოცრად ხონელობენ და მე ძალიან მიხარია. იმელი სითბო დამახვეწენ, იმ უბრალო ხალხმა, უბრალო ადამიანებმა, იგივე იმ ბიბლიოთეკაში, ისეთი სიყვარული მასწავლენ, მათ უკვე მეც მინდა რომ ბევრად გადაუხადო თითოეულ მათგანს. ყველა ძალიან თბილად მახსენდება ეს ადამიანი. ჩვეულებრივი უბრალო ადამიანი, კულტურული, ინტელიგენტი ადამიანი. თქვენ ბიბლიოთეკა ახსენეთ. შემდეგ გაიხსენეთ თქვენი პირველი ნაბიჯები, ახლა აქ როგორ მოხდით, როგორც ხელმძღვანელი ამ ხელა ორგანიზაციის. ესე ძალიან მშვიდი, წყნარი ადგილიდან მოვხვდი აქ. ეს იყო პირველი დავალება, რომ და გამოსულიყავი და როცა შეიქმნა 2007 წელს ხომის კულტურის ცენტრი, უნდა გამოსულიყავი, ვიყავი გაერთიანების დირექტორი და აქ უნდა გამოსულიყავი. გულწრფელად გითხრა, მთელი კვირა ვტირობდი. წნარად იყავით იქ უფრო. წნარად მშვიდად, თუმცა ღონისძიებები დიდი 100 წლის იუბილეი გავაკეთეთ მომთალი ეს. და მახსოვს რა გავაკეთო საიმან დავიწყო. და მივედი ბიბლიოთეკაში და თუ რაიმე დიდი რეჟისორი თეატრზე, რაიმე ლიტერატურა მოიციებოდა, მოვიტანე და დავდე მაგიდას. დავიწყე კითხვა. და რა, სადაც მივედი, უნდა გავაკეთო ჩემი საქმე. ამიტომ უნდა კარგად ჩამწდარიყავი იმ ადგილს, სადაც მომუშავე. დავიწყე აქედან. ვფიქრობ, რომ კარგადაც დავიწყე და ზოგჯერ აქ რა მინდოდა, მაგრამ გულწრფელად ვიტყვი ყოველგვარი თანამდებობის გარეშე მე მოვხვდი იქ, სადაც უნდა მომხდარიყო. და გამემართლა, რომ ძალიან კარგი კოლექტივი შეგვიძლია. თორე თეატრში მუშაობა, არა მარტო თეატრი, ამდენი მიმდინარეობა, ამდენი განყოფილება. ხელოვანი ხალხი ეს მუსიკოსები, მსახიობები, ძალიან პრეტენზიული ხალხია. ძალიან პრეტენზიული და აი რა მიხარია რომ თქვა, რომ ამ 18 წელი აქ და აი ყველასთან მიყვარს ყველანი და შემიძლია თქვა ვუყვარვარ, თორე სხვანაირად ამდენ ხანს აქ ვერ გავჩერდებოდი და ანუ გამიმართლა ამითაც რომ არის კამათიც არის, მოფერებაც არის, ცოტა გაბრაზებაც არის, მაგრამ საქმეს კეთება არის. ამას ნამდვილად შემიძლია თქვა, რომ ხონის კულტურის ცენტრი მართლა დგას კულტურის გარანტად ხონში. გაბრაზება იცით? გაბრაზება ვიცი, მაგრამ ჩემი კარგი თვისება თანამშრომლებზე ვამბობ თუ არა ხა? ზოგჯერ, მაგრამ ბრაზის შეკავება, აი ეს ჩემი დიდი პლუსია ბრაზის შეკავება შემიძლია. მე ამას რითი აკომპენსირებ? არაფერს ამდენიმე ხნის შემდეგ აუცილებლად მე რო ბრაზი გამივლის, იმას რაც ვეუბნები რომ ეს არ იყო სწორი, ეს. თორე იმ წუთში გაბრაზებულზე არაფრით. ანუ გადაწყვეტილება არ მიგიღიათ არასდროს გაბრაზებულზე? არ მივიღე. ერთადერთი 18 წლის განმავლობაში მახსენ ერთადერთი საყვედური მაქვს დაწერილი. ერთადერთი. ყოველ შემთხვევაში ადამიანი. და მუშაობს შემდეგ ეს როცა დავუშვათ. მუშაობს, იმიტომ რომ როგორც მე ვერიდები და მე ჩემი პრინციპი ესეა, მოიქეცი ისე როგორც შენგინა გეკცელოდნენ, ხო? მე ხო ვიცი, მე შემიძლია თუ კი კარგად თბილად მე თუ ყველაფერს გავაკეთებ და აი ცოტა ეს ბრძანების ტონი, ეს გაბრაზება, ამიტომ არ მსიამოვნებს ეხლა ვთხარი ორჯერ სამ მესამე აღარ ვეტყვი. მაგრამ ის ხდება რომ უნდა გააკეთოს და იმიტომაც არის რომ მუშაობთ და ვაკეთებთ. მგონი რაღაცებში მაქვს კარგი თვისება. კი ბატონო, ეს ძალიან კარგი თვისება. თითქოს
ემოციური ადამიანი ხართ, ახლა როცა ჩვენ შევხვედრივართ ერთმანეთს, აი განცდა გაქვთ ყველა ღონისძიებაზე, შფოთვა გაქვთ, იმიტომ რომ კარგად წავიდეს ყველაფერი, ღელავთ, ნერვიულობთ, სტუმარს გინდათ ყველას პატივიცეთ. და გარეგნულად ეს მეტყობა? მე ეს მგონია არ მეტყობა, ხო, მაგრამ როგორ მართავთ ამ ემოციებს? მართავ ალბათ წლებმა, გამოცდილებამ, ხასიათმა ვცდილობ, რომ დავფარო ყოველ შემთხვევაში. მე ვცდილობ და რამდენად გამომდის, არ ვიცი. ყველა მეუბნება, როგორ შეგიძლია ესე მშვიდად იჯდე ამ ხალხონისების დროს. მე არ ვსიყო მშვიდად, საოცრად ნერვიულობ და საოცრად ვხარ. ხო, აი გითხარით, მე პერღონიზებაზე ყოფილა, რომ ვიცი, რომ ყველაფერი გადადის თქვენზე. ხო, სანერვიულოდ, სასიხარულოდ, ყველაფერი ერთად. წარმატება როგორ მიიღწევა, იმიტომ რომ ბუნებრივია ხართ წარმატების ფორმულა, იმიტომ რომ ქალბატონი, რომელიც ჯესათუ ძნელია სამე მიგიღონ, სადაც იქ დაბადებული არ ახარ, იმიტომ რომ ქუთაისში ძნელია დაიმკვიდროს არა ქუთაისელმა, და ხოში ძნელია და ამ ყველგან ძნელია. ხო, იმიტომ რომ თქვენ მიაღწიეთ წარმატებებს იქ გაერთიანებას ხელმძღვანელობთ, აქ ამხელა რაღაცას ხელმძღვანელობთ და ეს არის რა თქმა უნდა წარმატება და საკრებულოს პირველი მოწვევის საკრებულოს დეპუტატი. აჰა, ეგ არ ვიცოდი, საკრებულოს დეპუტატი. ცხადია რომ ეს ყველაფერი მარტივად არ მოდის. და ასე კი ახლა ვიღაცა შეიძლება გაუმზადებენ ამას, ან ოჯახის წევრი, ან ქმარი, ან კარგი მამა. თქვენ შემთხვევაში ეს წარმატება როგორ მოვიდა? გითხარით ეს საიდუმლო დაუშვათ? არაფერი, ჩვეულებრივად უწფელად, ერთგულად სიყვარულით ვაკეთებდი საქმეს. არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვიღაცას, მე მართლა ვიღაცა ვიყავი ჩემსულ და აბსოლუტურად კარგი ურთიერთდამოკიდებულებით ისინი ხონელების ძალიან კარგად დამხმარე და მეც ესე კარგი და სიყვარულით პასუხობ. მიყვარს ჩემი საქმე, გრძნობ ჩემი საქმის პასუხისმგებლობას, სრულიად მარტივი, არაფერი ფორმულა არ არის. უნდა გიყვარდეს და გუწევლად აკეთო შენი საქმე. ნუ ხო გულწრფელად კეთება მარტივი არ არის და არ არის მარტივი, ამაშია საქმე. არ არის, მაგრამ იცი რა არის, ყველაზე ადვილი არის. აი როცა თავისუფლად აკეთებ, გულწრფელად აკეთებ, ყოველგვარი რაღაცის არის, როცა მართალი ხარ საერთოდ. სადაც არ მიყურაში საქმეს, ყველაფერი ადვილია. კი ბატონო. ქალბატონი, მინდა გითხოთ, რამდენად გეხმარებათ თქვენ მართვაში, ადამიანთა ურთიერთობაში დიპლომატია, უკან დახევა, მოთმენა, თუ გაქვთ ეს ვისებები? კი, მეხმარება. და ალბათ რომ არ თქვათ აქ არ ვიყვანოთ, ჩემს ძალებს დიპლომატიაში მოსინჯავდი სხვა შემთხვევაში. ხო, ანუ ამას იყენებთ როგორც მექანიზმი თუ ასეთი ხართ? ასეთიც ვარ, თუმცა არც ის არის რომ ეს კარგი თვისება მაქვს და ვიყენებ კიდევაც როცა საჭიროა. თუმცა არის შემთხვევები რომ ფეთქებად ვარ ზოგჯერ უსამართლობის წინააღმდეგ. ძალიან არ მყავს უსამართლო. მე მალეც ნარდებით თუ გამყოლებული გაქვთ? გული არ მაქვს გამყოლი, მაგრამ მე თვითონ ნერვიულობ, მე შემიძლია უბრალო რაღაცაზე მთელი ღამე არ მეძმოს და ვიფიქრო. თუნდაც იმას რა დაუთხარისი არის. ხო, მიუხედავად რომ მართალი ხართ. მიუხედავად იმისა მართალი ვარ, მაგრამ იმას ხომ არ გონია რომ მართალი ვარ მე. ხო, აი ამაშია საქმე. და სულ ვცდილობ რომ აი მისი თვალით დავინახო მე, რაში არ ვიყავი მართალი. ობიექტურად საკუთარ გასაგებია, თანაგანცდა ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა. ეს მართალი ხარ თუ მტკვარი ხარ, თანაგანცდა თუ არა გაქვს ძალიან ცუდია. ქალბატონი, თქვენ ძალიან სიყვარულით საუბრობთ ხონელებზე, ახლა გიყურებთ, ეს შეიძლება ერთხელ თქვა რაღაცას დილობის ის ორჯერ, მაგრამ თქვენ ხშირად ამბობთ ამას, ყველა საჯარო შეხვედრებია სცენა, ის ინტერვიუა თუ რა არის. რა აქვს ხომს ისეთი, რაც გამოარჩევს თამაშად სხვა ქალაქებისგან? მე ხშირად ვამბობ რომ მოცუცის გამოთქმა, მოიცა როგორაა, ხომ ერთხელ ხონში თუ ჩამოხვედი, ესე იგი კაცი გამოხვედი. კაცი გამოხვედი. თუ გინდა რომ ხო, თუ გინდა. ხო, კაცი კაცი გამოხვედა, ხონში უნდა ჩამოხვიდა, ხო, კი ბატონო. ხო, ეს ყველა საქმე მაქვს შეიძლება ქუთაისლებმაც თქვას და ყველა ქალაქმა, მაგრამ არის მაინც ხომში ხეცხანერი ინტელექტი თქო, მე ასე ვფიქრობ. არის არა. აქ განსხვავებული, ალბათ იმის გამო, რომ კულტურის კერა დიდი წლების გამო. თეატრი იციან, განათლება. თეატრი და სხვათა შორის
ეს ისტორიულ წყაროებში წერია. როცა დების შნელები დადიოდნენ ტურნირში, მათი სიძე იყო მის პროდიუსერობდა. თუ კი ხონში ჩამოხვდნენ, თუ კი ხონელმა მაყურებელმა ტაში დაგეკრა, უკვე თავისუფლად შეგიძლია ყველა ქალაქში წახვიდო. ახლაც ვინც არ უნდა მოვიდეს. უბრალოდ ყოველთვის აღნიშნავენ ხონელ მაყურებელს და ეს მაყურებელი მარტო ხომერი იქნება. ალბათ აქვთ რაღაც შინაგანი კულტურა, რაღაც შინაგანი ხიბლი, რაღაც შინაგანი თავისებურებები ხონს და ხონელებს. მე ყოველ შემთხვევაში ასე მგონია, თორე სხვანაირად არ შეიძლებოდა ასე შემყარებოდა ხონი, ესეთი გულანთემული ყოფილიყავი ხონის მიმართ. უკვე რამდენიმე წელი თავდაპირველად სულ მენატრებოდა ქუთაისი, მაგრამ ეხლა ჩემს სახლში რომ მივიდი ქუთაისში მაინც ხონისკენ გამორვიხარ ხო. თუმცა შვილი ყავს და უკვე ხონია და ხონელი ყავს და მეუღლე ხონელია, შვილი ხონელია, უკვე თავისთავად ორჯერმეტი ხონელი ვარ თქო. კი ბატონო. საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს თქვენ ცხოვრებაში საზოგადოებრივ საქმიანობას თავისთავად. ხო, ხარ არის მარტო ხელმძღვანელობა, იუბილეებსაც, ხორცლებს იღებთ, იქ რაღაცა ლიტერატურული კომპოზიცია, აქ რაღაც მუსიკა, იქ ინსტრუმენტები, რაღაცა. როგორც აქტიური მოქალაქე, რამდენად თავის დროზეც, ახლა დიდი ხანია ხელმძღვანელობთ, აქ 18 წელია ხო როგორ აქ კულტურის ცენტრში ვარ თორე აქ მანამდე 50 წელია 50 წელია ამ აქტიური ცხოვრებით ხო და თან რაც ხონში სამსახურებრივი საქმიანობა ალბათ სადღაც 55 წელი და საქართველოში მაშინდელ ეპოქაში მით უმეტეს ახლა დღეს მეტი საშუალება ქალს იყოს წარმატებული და უამრავი რამე კეთდება გენდერული თანასწორობისთვის, ქალთა გააქტიურებისთვის, ყველაფრის თქვენ აქტიური ქალბატონი იყავით, თან ეხლა მოდი ვთქვათ, რომ ხონში, სადაც ოჯახი ყველა ქალისთვის უპირველესია. როგორ თავსდებოდა ეს ყველაფერი, როგორ იყო ეს დაუშვათ მიღებული იმ ოჯახში, სადაც გათხოვდით, რომ დაუშვათ იყო სულ სამსახურში, ან ბავშვების გაზდაში ვინ გეხმარებოდათ. აი, რამდენად იყო თავსებადი ხონში, მაშინდელ ხონში და თქვენებავ ქუთაისში და ნებავ სამტრედიაში აქტიური ქალი და ოჯახი ერთად. ფოტოშორის შვილი მყავს სამწუხაროდ, მაგრამ იცით, როცა ჩემი შვილი გახდა 4 წლის, როცა მივიყვანე ბაღში, აი მერე დაიწყეს სწავლა-განათლება. ქუთაისში ერთი მეორე მე კრასნოდარში გავაგზავნე კულტურის ინსტიტუტში და ფაქტიურად როცა უკვე დიდი იყო ჩემი შვილი, მერე დავიწყე აქტიური ცხოვრება და იცით რა არის, თავისთავად ალბათ ოჯახით ხელს მიწყობდა, თორე ისე ხო, რთულია, ხო, არის ზოგიერთ დაუშვათ. უარი თქვა კარიერაზე, ბევრმა დაიკარგა, ბევრი ნიჭიერი ადამიანი დაიკარგა, ამ პირიქით ბევრმა ოჯახის ხარჯზე გააკეთა ეს კარიერა. ამას რომ ცოტა აქტიური ვარ, ვაფლი ჩემს დედას. უბრალოდ აქ რომ ვიყავი და სახლში ვიყავი, დღე ერთი იყო და ჯერ მომაკითხავდა. აბა გააგრძელოს ცოლა, რაღაცები შეძელი ოჯახთან ერთად, ამიტომ ვარსთან ერთად, ოჯახთან ერთად და არ ყოფილა ალბათ ხონის ისტორიაში. რაიმე სკოლა, კომიტეტი, რაღაც საჯერგოლო საკითხი, რაღაც შეკრებები, რომ ყველაფერში ფაქტურად პროფკავშირებიდან დაწყებული, პროფკავშირის თერმინოლოგია და კულტურის რაიმე აქტიური მონაწილეობა არ მიიღო. იცი რატომღაც დასწრებდით და ვახერხებდი არ ვიცი. ეს ძალიან კარგია. რა არის ის გამორჩეული რამ, რაც აგაფთოვანებთ და აი შეიძლება ითქვას, რომ შთაგონების წყარო იყო ყოველთვის თქვენ საქმეში, თქვენ საქმიანობაში, ან ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც დიდი გავლენა მოახდინა თქვენს განვითარებაზე. უბრალოდ კარგად გაკეთებული საქმე, როცა შედეგს ხედა, აი ეს უკვე აღფრთოვანებს და ის უკვე სტიმულს გაძლევს. მგონი მაინც ეს არის მთავარი. იშრომე, იღვაწე, გააკეთე, გამოვიდა, მადლიერება მიიღე, დაანახვა, ხალხს ასიამოვნე იმშენი გაკეთებული საქმით და მგონი უკვე სტიმულს გაძლევს, რომ მეორე, მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ გააკეთე.
კი ბატონო, თქვენი ყოველდღიურობა მხოლოდ ამ შენობას უკავშირდება თუ კიდევ არის რასაც საქმიანობთ. მაგალითად, ქალბატონი გულია და თქვენი მსახიობი არის სრულიად უნიკალური მოვლენა. ხო, ანუ მიზღვრილი აქვს თიანზე ყველაფერი, ასევე აქვს მიზღვრილი სხვაზე, ასევე აქვს მიზღვრილი ოჯახზე, ასევე აქვს საქმეზე, ასევე აქვს სოფლის მეურნეობაზე და ტურიზმზე და ყველაფერზე და ასეთი ძლიერი ხდება. ჩვეულებრივი ოჯახი მაქვს, მე ჩვეულებრივ ცხოვრობ, შვილები თბილისში ცხოვრობენ, ხოლო და არის ჩვეულებრივი ქართული ოჯახის წარმოადგენელი ვარ, ჩვეულებრივად რაც კეთდება ყოველ ოჯახში ისე და ამდენადაც ვერ ვახერხ. როგორ ხედავთ ხელოვნების განათლების აი ამ შენობის როლს ხონისათვის, რას ნიშნავს ეს ხონისათვის, რაც აქ ხდება ამ ცენტრში? არ არსებობს პროფესია, რომელსაც ხელოვნება არ სჭირდებოდეს, რომელსაც კულტურა არ სჭირდებოდეს. ექიმია, ინჟინერია, პედაგოგია, ყველას უნდა. ყველას სჭირდება თეატრი, ყველას სჭირდება მუსიკა. ამიტომ ცოტა ისეთი მრავალპროფილიანია ეს ცენტრი, რომ ძალიან რთულია სამართალად სამუშაოდ, მაგრამ სამაგეროდ დიდი დატვირთვა აქვს, დიდი ვალდებულება აქვს. გაზრდების მიმართ, ახალგაზრდების მიმართ, ბავშვების მიმართ, ამიტომ ეს არის მე მგონია რაღაც კულტურის კერა, უზარმაზარი რაღაც საოცარი, რაღაც შუშის კედელი, რომელშიც უნდა შეხვიდე და იქიდან უყურო ყველაფერს რა ხდება და როგორ ხდება. მე მაინც მგონია რომ ერთი სიტყვით შეფასება რომ რა არის ეს ხონისთვის, ეს არის ყველაფერი. ეს არის კულტურა, ეს არის განათლება, ეს არის მჭირება, ეს არის სიცოცხლე, ეს არის ყველაფერი რა ხონისთვის, მე ასე მგონი. და ჩვენი გადაცემა უკვე დასასრულისკენ მიდის. ქალბატონო მინერი, გვაქვს კიდევ ერთი 2 წუთი და მინდა გითხრათ ესეთი კითხვა, შეგეკითხოთ, როგორ ხედავთ თქვენს მომავალს, ან თქვენ თავს სად ხედავთ 5-10 წლის შემდეგ? სიცხვილე რომ ვთქვა, ისე ასე აქტიურ შემთხვევაში. არა, სიცხვილე რატოა? ჩვენ ქალბატონ გულიადაზე ვისაუბრეთ ახლა. ხო. 5 წლის მერეც. კი ბატონო. ხო, შემთხვევაში 5 წლის მერე მაინც. თუნდაც 10 წლის მერე იყვეს, ნახოთ ეს რაღაცებზე დამოკიდებული არა მარტო ჩემზე. მე ყოველ შემთხვევაში სურვილი იმისა, რომ კიდევ ბევრი რაიმე ვაკეთო ხონისთვის. თავდაპირველობის გარეშე ვიტყვი რომ მართლაც ბევრი რამ ვაკეთე, ყოველ შემთხვევაში მაქსიმალური ვაკეთე და მინდა კიდევ ვემსახურო ჩემს ქალაქს. კი ბატონო და ბოლოს ეს ხონი სათემო ცენტრის რადიოა, რომელიც ჩვენი ახალი პროექტია, ასე ვთქვათ, რამდენიმე გადაცემა უკვე გავიდა ჩვენი და რას უსურვებდით ჩვენ რადიოს და ხონის განათლების სათემო ცენტრს, რას უსურვებდით? აი, ყველაფერი მისასალმებელია. რაც გაგეცემა. მე თქვენთან კონტაქტი მაქვს ამ კუთხით. დიდი ხანია. კი ბატონო, ნამდვილად კარგი თანამშრომლობის. მართლაც საოცარი. იმიტომაც თანამშრომლობთ, კარგად რომ კარგ საქმეს აკეთებთ და მიხარია, მინდა გაკეთდეს. იმდენი რამ კეთდება, მე მინდა მართლაში დაგეკრათ და მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ ამდენ რაღაცას აკეთებთ და მე რაც შემიძლია თქვენს გვერდით ვარ და ვისურვებდით, რომ აი თქვენი რადიოდან ისმოდეს სულ კარგი ინფორმაცია, კარგი გაკეთებული საქმე, ინტერვიუს ათმევდეთ ადამიანებთან, რომლებიც ცხოვრებით გაყოფილია, ბედნიერები არიან, მადლიერები არიან და მადლობელნი არიან თქვენ. ამას გესურვებ. უღრმესი მადლობა ქალბატონო მინერი, ჩვენი გადაცემა დასრულდა. დიდი მადლობა ინტერვიუსათვის. დაგვითმეთ, რომ შეგიშალეთ ხელი დღესაც რამხელა რეპეტიციები გქონდათ, გელოდებოდით და არ გაცალეთ, შემოგეჭერით. რახან სტუდიაში ვერ მოგიყვანეთ, ჩვენთან მოვედით. უღრმესი მადლობა და შევახსენებ ჩვენს მსმენელებს, რომ ქალბატონი მინერი ონიანი გახდათ ჩვენი სტუმარი, რომელიც გახლავთ იპოლიტე ხვიჩიას სახელობის ხონის კულტურის ცენტრის დირექტორი.